კატოს ლიტერატურული საღამოები დაიწყო. გაიცანი რადიო იმედის ლიტერატურული კონკურსის პირველ ტურში გამარჯვებულ ავტორებს პირდაპირ ეთერში, ხოლო მის ნაშრომებს გადაცემა კატოს საღამოების Facebook-ის გვერდზე. ხმა მიეცი და დაეხმარე შენს ფავორიტს. უსმინეთ, აირჩიეთ და ისიამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით. საღამოების რადიო იმედის ეთერშია გადაცემა კატოს ლიტერატურული საღამოები. საეთერო სტუდიაში მუშაობს წამყვანი კატო და ხმის რეჟისორი მეგი მაზმიშვილი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია რადიო იმედის ლიტერატურული კონკურსის მონაწილე ბაკურ გაბუნია. ბაკურ საღამოების. საღამოების სანამ საუბარზე გადავიდოდეთ, პირდაპირ მე რადიო მსმენელს ვეთქვი, რომ დღეს კატო გამოიყურება ძალიან კარგად. მადლობა. ბაკური არის 21 წლის, ის არის ქალაქ ზუგდიდიდან, სწავლობს ამერიკის ცოდნეობაზე, ასეთი ფაკულტეტიც ყოფილა და არ ვიცოდი შემცვა. ის არის ჩვენი ერთ-ერთი კონკურსანტის ხატია თორდუას მეგობარი და ისიც არის დალკის წევრი, პოეტური გაერთიანება დალკის წევრი, რომელიც მე ძალიან მაგონებს ფილმს გარდაცვლილი პოეტების საზოგადოებას. როგორ მოხდით ჩვენს კონკურსში? მოდით დავიწყოთ აქედან. ჩვენს კონკურსში მოხდი ისე, როგორც მოხდა ხატია. ჩვენმა მეგობარმა დაპოსტა ჩვენ ჯგუფში, რომ ტარდებოდა ასეთი კონკურსი. პირველად ატარებდა რადიო იმედი ლიტერატურულ კონკურსს და ცადებედი, გამოვაგზავნეთ ჩემი ერთ-ერთი ლექსი და მოხდი თქვენთან საბედნიეროდ. თქვენი ლექსი, რომელიც გამოგზავნეთ, რომელსაც ჟურიმ შეგარჩიათ, თქვენ ხელთ გაქვთ და მოდით ავიკითხოთ ჯერ ეს ლექსი, ვნახოთ. სიამოვნებით. ლექსი ქვია შურიგე, რომელიც მეგრულად ნიშნავს სულზე უტკბეს ადამიანს. ეს მახსოვს თქვენ კონკურსის დროსაც ამბობდით, როცა წერა დაიწყო, რომ შურიგე ეს არის თვალისჩინი, ხო? თვალისჩინი თოლიგე არის. შურიგე არის სულზე უტკბესი ადამიანი. ასე მიმართავდნენ ხოლმე სამეგრელოში. გაგვიმარტივეთ და გვითარგმნეთ როგორც სულზე უტკბესი. არა. მოდი დავიწყოთ და წავიკითხოთ. ზანეთ. აწვიმდა ოდას, ჩვენს ძველოდას აწვიმდა ჩემო. აწვიმდა ყანის გახუნებულ გამხმარ გორახებს, ილუმპებოდა ღობის პირას ვარდების ჩერო მეკიშენს ხელებს ვიკავებდი როგორც მოახლე, როგორც ერთგული ყმა და ქმარი, როგორც ბატონი და ჩემი მხრები ძილისპირზე სასტუმლად გქონდა, ახლა კუზიან ჩემს მიმოსვას წარსულს ატოლებ აქვით თინდები, შემოჩვეულ ადგილას, ქოხთან, რომ წლები გადის, აღარა ვარ ბრგე და ხალასი, რომ სიკეკლუცაც გაეპარათ შენს თვალებს, ჩემო, მაგრამ შემოგვჭა სიყვარული, სულს რომ მაგვივსებს და შენი ხელით გამომცხვარი მჭადების გემო. აიკეც კალთას და ატმები მოგაქვს ბაღიდან. მეგრულ ტაბლაზე დააწყობდა ჯდები ჩემს გვერდით. თუ უფრო მხრებზე დამეყრდნობი გინდა ახლიდან სიმშვიდემ, კანში ჟრუანტელით დაგვითბოს ძვლები. ეს შემოხედვა ისევ გვაკრთობს მე და ძველოდას და დღეებს ისევ სინანულით წარსულს ვურიგებთ მოგონებებსაც. არ გახსოვდე ძვირფასო ოდეს მე შენეული გულის სემით მიცან შურიგე. მიცან სიმშვიდით, ნუღარუცქერთ მასში ჭაღარას, დიდი ხნის წინათ ისვლევივით რომ დაგველაგა, ჩემი ხელები ჩამომხმარი კოცნით დაღალე ეს ვარდები რომ მოგიწყვიტო ჩემო, ხელახლა. თითქოს პირველად რომ გიხილე ის იყო წეღან, მაგრამ მთებივით ნაოჭები სახეზე გვადევს, ვეღარ წაგვართმევს დრო ერთმანეთს, ვერა და ვეღარ შენ ხომე შენი ხელის გული, ბოლომდე მანდე, ახლა კი იცი, ზედმეტია ყველა მიყვარხარ. ახლა იცი რომ სიტყვებმაც კი დაკარგეს აზრი. ჩვენ და კედელები ჩვენი სულის ტრფობას ვინახავთ გარეთ კი ისევ წვიმისაგან ატირდა ვაზი და აწვიმს ოდას. ისევ ისე შონავს ფანჯრიდან. გაილუმპება ახლაც შენი ვარდების ჩერო. მე შენს კალთასთან თავი მიუდე დაღლილმა. შენ კი ჩემს მხრებთან ჩაგეძინა ისევე ჩემო. ეს არის ძალიან დიდი ხნის შორს დანახული ამბავი. ალბათ, მაგრამ სიმართლე გითხრათ ეს ლექსი დავწერე ბებია ჩემს მიუძღვენი, ასე ვთქვათ. ასე ვთქვათ, გავიფიქრე რომ ბაბუს ტყავში შეხვედით. კი, ეს ზოგადად მე გამიგია და ბევრჯერ მსმენია, როდესაც უფროსი ადამიანები მიმართავდნენ სამეგრელოში შურიგეთი ერთმანეთს. სამწუხაროდ ეხლა არ არის ეს ტრადიცია თუ ეს მიმართვა. ჩემი თანამედროვე ჩემი ხნის ადამიანები ამ სიტყვას არ ხმარობენ, ამიტომ მინდოდა გამეცოცხლებინა და დღეს უკვე ყველა ჩემმა მეგობარმა მეგრელი იქნება თუ თბილისელი თუ არა აქვს მნიშვნელობა, ყველა მიცის რომ შურიგე ნიშნავს სულზე უტკბეს ადამიანს. და ბებოს ალბათ ძალიან ამაყობს ამ ლექსით, ხო? კი, ძალიან მოსწონს. ბაბუს არ საყვედურობს, რომ შენ ჩემთვის არასოდეს არ მოგიძღვნია. სამწუხაროდ ბაბუა ჩემი ცოტა ადრე გარდაიცვალა, არც მახსოვს. ძალიან ბუნდოვნად მახსოვს, ასე ვთქვათ.
მოდით დავუბრუნდეთ მაშინ ჩვენს კონკურსს და იქ იყო აკრძალული სიტყვები, იყო ნებადართული სიტყვები. ამ აკრძალული სიტყვებიდან ალბათ ბევრს წყალობდით თქვენც, ხა? საკმაოდ ბევრს არ ვწყალობდი. სიმართლე გითხრათ, მართლა არ ვიყენებდი ტკივილს, არც სევდას კი ზოგადად ცას ვიყენებდი, ასე ვთქვათ, მაგრამ ამაღლება და ესეთი სიტყვები იყო, რომელსაც საბედნიეროდ არ ვიყენებდი აქამდეც. იყო 14 სიტყვა, რომელთაგან 7 მაინც უნდა გამოგიყენებინათ. მე შევახსენებ მსმენელს ამ კითხვებს. ეს სიტყვებს ესენია: რადიო, ბარგი, ბეტონი, ბარძაყი, ხალიჩა, ჭანჭური, ატომი, ჭაობი, აბსენტი, ჟირაფი, ჩიხი, მოციქული, ლანჩა და დრაკონი. თქვენ აქედან აირჩიეთ 7 სიტყვა, თუმცა ეს სიტყვები, როგორც თქვენ მიამბობდით, ესე არ ყოფილა, ხო? რო სიტყვებს მოარგეთ თუ როგორ იყო ეს ამბები? ეს ამბები იყო შემდეგნაირად, როდესაც თქვენთან მოვედი, ძალიან მაგარი სიტუაცია, სლენგზე ვთქვათ, გაიჩითა. თქვენთან ბატონმა მამუკამ აღნიშნა თუ არ ვცდები, რომ როდესაც ჩვენს ახალგაზრდობაში ასეთ კონკურსზე მივდიოდით და იყო საჭმელი, იყო სასმელი, გვეუბნებოდნენ წერეო და ამაზე უფრო დიდი ბედნიერება არაფერი არ იყო და ზუსტად ასე იყო ჩემს სიტუაციაშიც. კაიხანი ვერ ვწერდი დაახლოებით 3 საათამდე, მთელი 5 საათი ვერ ვწერდი, შემდეგ კი. იმიტომ ვერ ვწერდი, რომ სიტყვები რადიკალურად განსხვავებული არ მეგონა თუ ამ სიტყვების ერთადერთ ლექსში მოქცევა შეიძლებოდა, ამიტომ ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ უпростоრად ასე მოვიდა ჩემთან, რომ თვითონ ლექსისთვის მომერგოს სიტყვები და არა სიტყვებისთვის ლექსი და გამოვიდა ის ლექსი, რომელიც დავწერე და რომელიც ახლა დევს Facebook-ის გვერდზე, თქვენს გვერდზე, კატოს ლიტერატურულ საღამოებზე, სადაც შეგიძლიათ შემოხვიდეთ ძირფაცო რადიო მსმენელებო და მომცეთ ხმა. ოღონდ აპლიკაციაში ლიტერატურული კონკურსი იქონდა მოიძიონ, რომელიც არის გვერდზე განთავსებული. მაშინ გთხოვთ, დაგვიკითხეთ ეს ლექსი. ოღონდ ჯერ თუ შეიძლება გითხრათ, რომელი სიტყვები გამოიყენეთ თქვენ? ჩამოგვითვალოთ. გამოვიყენე ბარგი, ჭანჭური, ჩიხი, ლანჩა, ატომი, ხალიჩა და მოციქული. 7 სიტყვა. გისმენთ ბრძანეთ. მომწიფდა დილა, ჩემს სოფელში, ისევ უჩემოდ. მამლის მესამე დაყილებაც დამშვიდდა ყურში. ალბათ სურს გამლოს ერთგულება მისი უჩვენოს და ეზოს შიგნით თამამდება მეზობლის ყურშა. უკვე წლებია ველოდები შეხვედრას რახან. მოგონებების აუღია გულს მხოლოდ ბარგი. პოეზია მოციქული ჩვენ შორის ახლა და დედის ლოცვით დარხეული დამშრალი ბაგე. შარაზეურემს მიაცილებს პორბლის ჭრაჭუნი. ორღობეები უფრო მაგრად იწნავენ ხეროს. სრულზე კიდიათ დამწიფებულ ხებს ჭანჭური და იკლაკნება ბიჭუნარებთან ბებერი ღელე. ახლა აქ ყველა ჩიხი უსასრულოდ გრძელია, როცა თბილისში ძალზე პატარაა ყველა მანძილი და როცა ბებო დასველებულ ლანჩებით მოცვის საკრეფად მიდის, მე ქალაქის ხვატი მამძიმებს. ვაგრძელებ წერას, დრო და დრო რომ მიღვიძებ ჩემში. წერ მონატრებას რომ აყრია გულში გორებად. შემოჩვეული ბოჰემა თუ ისევე შემშლის, იცი, რადიო შელოცვისთვის ვერ გამოდგება. ვარ შენი ყველა ამოსუნთქვის ერთი ატომი, რომელიც დრომ და ქარტეხილმა ორად გახლიჩა და მამა მაინც ჩემს ბავშვებას ურჩად მატოლებს და ბებო მაინც ჩემს ლოდინში ფერთხავს ხალიჩას. დაიწყო დილამ ხამეული სამოსის გახდა. სოფელი მამლით და გოშით ახალ დღეს ბადებს. პოეზია მოციქული ჩვენ შორის ახლა და დედის ლოცვით დარხეული დამშრალი ბაგე. ბებო განსაკუთრებულ ადგილს იკავებს თქვენ ცხოვრებაში, როგორც თქვენი ლექსები ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ. კი, და ამად გარდა კიდევ ერთი ლექსია, რომელიც ბებოს მიუძღვენი. ბებოზა ზოგადად ჩემს შოულებს ჩემს დაიკოს, რომელიც იწყება მეგრული სიტყვებით და პირველივე სტროფში ნახსენებია ბებია ჩემი. კარგი ბებო არასდროს გაკოცებს, როცა შენ არ გინდა ვამბობენ. გამოცდილი შვილიშვილები. არ ვიცი, არ შემიმჩნევია ბებია ჩემს, როდესაც უნდა და სადაც უნდა მოდის და მკოცდის. მივუბრუნდეთ ჩვენ თქვენს კონკურსში მონაწილეობას, თქვენი მუზა ურჩობდა, არ მოდიოდა და თქვენ ძალიან საინტერესო ხატება გაქვთ მუზისა. როგორია თვითონ მუზა? ხო, როგორც ეთერს გარე საუბარში ჩვენ აღვნიშნეთ, მუზა ჩემთვის არ არის კონკრეტული ადამიანი, ან კონკრეტული რაღაც ღვთაება, ან ფრთებიანი ანგელოზი, რომელიც მოდის და შენს წინ ზის და რაღაცებს გკარნახობს, არამედ მუზა არის სული, რომელიც შემოდის შენში და გაწერინებს ლექსს. ასე ვფიქრობ, ანუ მუზას ვერ ხედავ, მუზა არის შენში, შენს ორგანიზმში, შენს სულში და შენი ხელებიდან და თვალებიდან გამოდის.
აი ჩვენ მომდევნო საათში თქვენს მიერ შევსებულ პრუსტის კითხვას გადავხედავთ, მაგრამ მანამდე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ ამ თქვენი შევსებული კითხვარიდან, რომ თავარი ნაკლი გიწერიათ სიზარმაცე. ამ დროს რატოღაც წარმოვიდგინე, რომ თქვენი მუზა წარბშეკრული არის წამოწოლილი მხართეძეზე და გელოდებათ როდის მოხვალთ წერის ხასიათზე. შეიძლება ასეც არის, მაგრამ ამაზე კონკრეტულ უფრო კარგ პასუხს გაგცემდა და ალბათ დედაჩემი ჩემი სიზარმაცეზე ყველაზე კარგად მან უწყის ჩემი სიზარმაცის ამბავი. ბავშვობიდან რომ ყოველ დილით დედაჩემი მყავდა მაღვიძარად, რომელიც ვერ მაღვიძებდა ვერაზროს და მაინც ყველგან ვიგვიანებდა. ეს ფიგაროს არიასებით უწევდა ადექი, ხო? თქვენ წელიწად ნახევარია სულ რაღაც. დიახ, შემიძლია თარიღი დაგესახელოთ 2011 წლის 13 დეკემბრიდან დავიწყე წერა. ეს ყველაფერი არის დალკის დამსახურება. კი, მაგრამ ამასთანავე აღნიშნავ, რომ ზოგადად ლიტერატურისადმი ჩემი სიყვარული მამიდა ჩემის დამსახურებაა და მე რო ლექსს წერ, რა თქმა უნდა, დალკის დამსახურებაა, იმიტომ რომ ალბათ დღესაც ვერ დავწერდი ლექსებს იმ სიტუაციაში რომ არ ამოღჩენილიყავი ისეთ ნიჭიერ ადამიანებთან, რომლებიც ყოველთვის არიან ჩემს გვერდით და თქვენს სტუდიაში წამოსვლამდეც მათ გვერდით ვიყავი და ასე ვთქვათ მიმოვიხილავდით პოეზიასაც, ერთად ვიყავით სპექტაკლზე და ხვალაც უნდა შევხვდე სეგაც, სულ ერთად ვიქნებით ჩემი დღევანდელი გადმოსახედიდან ასე მესახება. კეთილი, ჩვენ რადიო იმედის ეთერის საინფორმაციო გამოშვებას უნდა დავუთმოთ და შემდგომ გავაგზავნებთ საუბარს რადიო იმედის ლიტერატურული კონკურსის მონაწილე ბაგურ გაბუნიასთან ერთად. უსვინეთ, აირჩიეთ და ისე ამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით. გრძელდება ჩვენი გადაცემის სტუმარია რადიო იმედის ლიტერატურული კონკურსის მონაწილე ბაგურ გაბუნია. ჩვენ შევიტყვეთ უკვე თქვენი მთავარი ნაკლი რა არის. და თქვენი ეს არის სიზარმაცე, მუზა ამ დროს წარბშეკრულია, დედა კი გეუბნებათ რომ ადექი დაგაგვიანდა, ხოლო თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხებია რომ არასდროს არავინ არ იცის როგორ ხასიათზე შეიძლება ვიყო 2 წუთის შემდეგ. ან მთელი დღე ლექსს ვკითხულობ, ან უბრალოდ ვზივარ კომპიუტერთან და ხმას არ ვიღებ, ან უბრალოდ მთელი დღე ვივარ და ვწერ, მიუხედავად იმისა, რომ ზარმაცი ხარ, ეს აზარმაცი ვარ, ეგეთი დღეებიც არის ხოლმე. ამიტომ, რა ვიცი, ყველაზე ხშირად მეგობრები მცნობენ ხოლმე, როგორ ხასიათზე ვარ და როგორც თქვენს პრუსტის კითხვაში აღნიშნე, მათთვის ჩემს სახეზე ღიმილი არასდროს არ არის ნიღაბი. ყოველთვის იციან რა მაწუხებს, როგორ უგრძნობ თავს და ასე შემდეგ. ანუ დანამდვილებით იციან, მათთვის არ ხართ ესეთი არაპროგნოზირებადი, როგორც სხვებისთვის. ასე გამოდის. ალბათ იმიტომ რომ მეგობარი ის კაცია, რომელმაც ყველაფერი იცი შენზე და მაინც უყვარხარ. დიახ, მეგობარი ის ადამიანია, რომელსაც არა. ყველანაირი. ის კაცია, რომელსაც უკავია შენი ხელი და გრძნობს შენს გულს, როგორც ერთ-ერთმა მწერალმა აღნიშნა. თვითონ თქვენთვის აი რა არის მეგობრობის ფენომენი? ჩემთვის მეგობრობის ფენომენი არის ის, რომ ადამიანი ყოველთვის შენს გვერდით უნდა იყოს ჭირშიც და ხინშიც. ერთმა ჩემმა მეგობარმა აღნიშნა, რომ კი ადამიანი გიდგება ჭირში, შენს გვერდით არის, მაგრამ ყველაზე უფრო დიდი დამსახურება ის არის, რომ როდესაც შენ რაღაც გიხარია, შენს მეგობარსაც ისევე უხარია, როგორც შენ გრძნობი მომენტში, ამ ამბავს იქნება ეს არ აქვს მნიშვნელობა როგორი სიტუაციაა. და ისევე განიცდის შენს ბედნიერებას, როგორც შენ თვითონ. და თქვენი მეგობრების არჩევის პრინციპი თუ კი შეიძლება ასე ვუწოდოთ, არის ის, რომ თქვენგან დიამეტრალურად განსხვავებული ადამიანები გიზიდოთ. არა, ზოგადად მეგობრების არჩევის პრინციპი არ არის. ასე შეიძლება ითქვას. არ გამოჩნია, იმიტომ რომ ეს უბრალოდ ხდება, უბრალოდ არაფერი არ ხდება, მაგრამ ისე რომ ის ჩემი მეგობარი უნდა იყოს, ის ჩემი მეგობარი არ უნდა იყოს, ასე რა თქმა უნდა, მე კი არა, ალბათ არც ერთი ადამიანი არ აკეთებს. უბრალოდ ხდება ისე, რომ ბევრი ჩემი მეგობარი ძალიან განსხვავდება ჩემგან. ის რადიკალურად განსხვავდება, რომ საერთოდ არ შეიძლება იფიქროს ადამიანმა, რომ ეს შეიძლება ჩემი მეგობარი იყოს, მაგრამ უფრო მეტად ზოგჯერ ესეთი ადამიანები უფრო გვერდით არიან ჩემთან და უფრო ახლოს, ვიდრე ესეთი ადამიანები, რომლებიც მგვანან. ასე თქვა, ერთმანეთს ვავსებთ ხოლმე. და როგორც ერთი ჭკვიანი კაცი ამბობდა, მე ისეთი მეგობარი არ მინდა, რომელიც ჩემთან ერთად იცვლის ფერს და ყველა ჩემს თავის დაკვრასაც კი იმეორებს, ამას ჩემი ჩრდილიც კარგად გააკეთებს.
რა თქმა უნდა, რასაც შენი ტყვი თუ შენს მეგობარს იგივე აზრი არ გააჩნია, უნდა საკუთარი აზრი უნდა გამოთქვას, თუ არასწორად იქცევი, უნდა გითხრას, რომ ეს მე ასე არ მომწონს და რაღაცა შეიძლება შევცვალოთ. რა ვიცი. თქვენ მეგობრები ძირითადად უკავშირდებიან დალკს და მოდით უკეთ ავხსნათ რა არის დალკი, რომელსაც მე შევარქვი თქვენის ნებართვით გარდაცვლილი პოეტების საზოგადოება. თუმცა იქ მოქმედი და ცოცხალი პოეტები არიან, ძალიან აქტიური პოეტები არიან. დალკი არის ლიტერატურული კლუბი, სადაც ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი არის თავმოყრილი, ასე ვთქვათ, არიან მხატვრული კითხვის მხრივ, ბიჭები, გოგოები, რომლებიც ძალიან მაგრა კითხულობენ და არიან პოეტები, რომლებიც შესანიშნავად წერენ. მაგრამ ჩემი სამეგობრო წერა, რა თქმა უნდა, მარტო დალკით არ შემოიფარგლება, დალკის გარეთ უნივერსიტეტში, თუნდაც სკოლიდან, მე ბაღის მეგობრებიც კი დღეს გვერდით მოყვანან და მინდა მოვიკითხო ისინი აქედან. ჩემმა მშობლებმა არ მატარეს საბავშვო ბაღში და მე კი ახლა მივხვდი რა დანაკლისი, იმიტომ რომ საბავშვო ბაღის მეგობარი არ მყავს. თქვენი საყვარელი საქმიანობა? ხო, ბიბლიოთეკაში ყოფნა, კითხვა, წერა. და როგორც გარეთ აღნიშნეთ, ჯობია საიდუმლო დარჩეს. კეთილი, კარგით არ გავამხილოთ დანარჩენი. მაშინ ბედნიერება რა არის, ეს მაინც გაგვიმხილეთ თქვენთვის? ჩემთვის ბედნიერება არის ალბათ ის იქნება ბედნიერება, რომ ამ ცხოვრებაში ჩემი არსებობის გამართლებას მივაკულიო და აღმოვაჩინო ის გზა, რომელიც გზას არის ჩემთვის ოპტიმალური და მე შევძლებ საკუთარი თავის დამკვიდრებას ამ ცხოვრებაში და ჩემი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, რაც მინდა რომ ძალიან გვიან მოხდეს, რაღაც კვალს დავუტოვებ, რომელ კვალსაც გავყვებიან შემდეგ. ცოტა ისეთი ნათქვამია. არა, რატომაც არა, ცუდია ის ჯარისკაცი, რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობს. ხო, რა თქმა უნდა. ამბიცია უნდა გქონდეს ადამიანს და ასე სწორედ ამბიციური ნათქვამი იყო ამასწინად, რაც ვახსენე. თქვენ ახსენეთ აი ცხოვრების მიზანი, ცხოვრების აზრი. ამაზე მე მგონი ფილოსოფოსები დღემდე დავაბენ და საბედნიეროდ ალბათ ისევ იდავებენ, რადგან შეუძლებელია რომელიმე ერთი და იგივე აზრი და არსი ჰქონდეს სხვადასხვა ადამიანს. რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ასე რომ იყოს, მაშინ არსებობას აზრი არ ექნებოდა თვითონ. მე ჩემთვის წარმოუდგენელია ისეთი ადამიანი, სარკეში მიჭირს ჩემი თავი და კიდევ ისეთი ადამიანი რა ვნახო ჩემს გვერდით, რომელიც გაჭრილი ვაშლივით მგავს და ყველა თუ ასეთი იქნება სოფლიოში, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა საინტერესო კი არა და სრული აპოკალიფსი. მაშინ თქვენი აზრით, აი ბაკურ გაბუნიას აზრით რა არის ცხოვრების მიზანი? ცხოვრების მიზანი, რაც უკვე აღნიშნეთ, რომ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრო ამ ქვეყნად კაცობრიობაში, შენი სიტყვა თქვა. ეს როგორ უნდა მიხვდე, რომელია შენი ადგილი? ხასიდურ სიბზნეებში წერია, რომ როდესაც რაბინს კითხა ერთ-ერთმა მორწმუნემ, რომ რატომ არის, რომ თუ კი ყველასთვის არის ამ ქვეყნად ადგილი, ზოგს ის არ ყოფნის. მან უპასუხა, იმიტომ რომ ყველას ხისი ადგილის დაკავებას ცდილობს. ხო, მე კი მინდა რომ ჩემი ადგილი იპოვა და არა სხვისი. აი ამას გული გეტყვით ნეტა როცა იპოვით და როგორ იქნება? რა თქმა უნდა, ეს თქვენ როგორ გონია? უნდა იგრძნო, რომ იმ ადგილში, იმ მომენტში შენ საჭირო ხარ და სწორედ იქ უნდა იყო და არა სხვაგან. თქვენ რომ თქვენ არ იყოთ, იქნებოდით ძალიან ხიარული ამაზე პასუხი და ძალიან ცელქური და ბავშვური. კი, როგორც აღნიშნე, მაშინ ვარსკვლავური ომები ნანახი მქონდა და ახალი ნანახი მქონდა ბავშვების შემდეგ კიდევ ერთხელ ვნახე. და მიწერია, რომ ასტრონავტი ვიქნებოდი და ვარსკვლავურ ომებში მივიღებდი მონაწილეობას მეთქი, მაგრამ დღეს მინდა რომ ცხოვრობდა ძველ თბილისში, როდესაც ცხოვრობდნენ ყარაჩოხელები, კინტოები და ტივზე გავიარო მტკვრის სანაპირო, მორთაჭალაში წავუკითხო ლამაზმანებს ლექსები და ასე შემდეგ. და ამ დროს გრიგოლ ორბელიანი რომ დაბრუნდება ორთაჭალიდან. თქვენ მე მგონი შეგიძლიათ გაერთიანდეთ ამქარი რომ არის ტიფლისის ამქარი, ესეთი საზოგადოება არის, რომელშიც შეგიძლიათ გაერთიანდეთ და იქ არის ესეთი საინტერესო ამბები, ეწყობა დალკის გარდა შეგიძლიათ აქაც სიამოვნებით გავითვალისწინებთ თქვენს რჩევას და შეიძლება ასეც მოხდეს. და სადიც ცხოვრებდით? რა თქმა უნდა, საქართველოს გარდა მხოლოდ იტალიაში, მილანში, ან ვენეციაში, რომშიც. მაგრამ მილანი არის ჩემი ოცნების ქალაქი.
ფეხბურთის გუნდის გამო თუ? ბავშვობიდან ფეხბურთმა მომწამლა, ასე ვთქვათ. პირველად როცა ფეხბურთს უყურე ვიყავი 8 წლის, როდესაც იტალიის ნაკრები თამაშობდა საფრანგეთის ნაკრებს, სამწუხაროდ იტალიის ნაკრები დამარცხდა, მაგრამ მაგის შემდეგ იტალიის გულშემატკივარი ვარ და მილანის. თქვენი საყვარელი ყვავილი არის ედელვაისი. ხო, ედელვაისი როგორც მიუწვდომლობის სიმბოლო. ეს როგორც მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი. ხო, როგორც გალაქტიონს აქვს. თუმცა ეს ოდნავ განსხვავებული მომენტია, მაგრამ როგორც ერთი ჩემი მეგობარი აღნიშნავს ხოლმე, ძალიან ეგოისტური ლექსია, მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი. რატომ არის ეგოისტური ამ თვალსაზრისით მე გითხარით კიდეც ეთერს მიღმა რომ არასოდეს არ შემეხედავს ამ ლექსისთვის. ანუ რაიპოვეთ ასეთი ეგოიზმი? ეგოიზმი ის არის რომ ის ადამიანი კი არ გიყვარს, არამედ იმ ადამიანში საკუთარი თავი გიყვარს. როგორც ერთ-ერთმა ჩემმა საყვარელმა მწერალმა აღნიშნა ეროს მარკესმა, მე შენ მიყვარ ხარ არა იმიტომ რომ ეს შენ ხარ, არამედ თუ ვინ ვარ მე შენს გვერდითო. ზოგადად ისეთი სიტუაციაა რომ ბევრს ასე მოსდის, ზოგიერთს ასე არ მოსდის, მაგრამ გალაქტიონის შემთხვევაში და კონკრეტულად იმ ლექსის შემთხვევაში რომელიც თქვენ მკითხეთ ასე არის. თუმცა თუ ქალი რომელიც გიყვარს ზუსტად ისევე ფიქრობს და პასუხობს იმას რაც შენ გსურს, საკუთარი თავი შეგყვარება და არა ეს ქალი. ეს ძალიან ცუდია. მაგრამ შეიძლება გამოსავალი ვიპოვოთ. რა გამოსავალს პოულობთ ხოლმე თქვენ? მე მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ. მაშინ ჩემი აზრით გამოსავალი არის ზუსტად ისეთი ადამიანი მოძებნო, რომელიც შეგიყვარდება როგორც ის ადამიანი და არა იმ ადამიანში საკუთარი თავი. და გეყვარება მაკიაჟით თუ მაკიაჟის გარეშე? დიახ და დილით როდესაც გაიღვიძებს მაშინაც. ო, მაკიაჟის გარეშე სწორედ ეს პერიოდი გულისხმება. საყვარელი ლიტერატურული გმირი ქალები არიან, ქალი რომელიც ალბათ არასდროს გამოიყენებდა მაკიაჟს, ქვრივიც რომ არ ყოფილიყო. თარან ქვრივი. მეტუმეტეს იმ პერიოდის საქართველოში რაღაც ქვრივისთვის ეს შეუფერებელი საქციელი იყო და სახარებაში ეწერა ალბათ კარგად არ ქონდათ გადახედილი რომ და წერია კიდეც რომ დაიბანე ერი და იცხე თავი შენი. ოთარან ქვრივი არის თქვენი საყვარელი პერსონაჟი და ასევე მარტოობის 100 წლის ურსულა. დიახ და აღნიშნე კიდეც თუ რატომ ზოგადად ამ ორივე ადამიანს აქვს ძალიან დიდი ტრაგიზმის ცხოვრებაში. ოთარან ქვრივსაც და ურსულას. ურსულას შემთხვევაში ეს არის მთლიანად თავისი ცხოვრება, როგორც იცხოვრა, რამდენი შვილი ყავდა, რამდენი შვილთა შვილი, ყველა არკადიო, ყველა ბუენდია. და უფრო რბილი პერსონაჟია, უფრო რბილი ხასიათის. რბილი და საინტერესო. სათნო მეტად არა? დიახ, მაგრამ ვიტყოდი რომ არც ოთარან ქვრივია ნაკლებ სათნო, მიუხედავად თავისი აი ფილტვ მოყრილი მადლი კარგია. მაგრამ ის ეპიზოდი რო გავიხსენოთ როგორ ტირის ის თავის შვილს, ეგ ყოველთვის როცა ვკითხულობდი ამ ნაწარმოებს, ყოველთვის ბურთგავდა ხოლმე და ალბათ ბევრი ასეა. თქვენ ყველაზე მეტად გძაგთ? ყველაზე მეტად მძაგს, როდესაც ჩემი არ ესმით ხოლმე. და უთოვლო ზამთარი. და უთოვლო ზამთარი, რა თქმა უნდა. ზამთარი თოვლის გარეშე ჩემთვის არის ტრაგედია, უხეშად რო ვთქვათ, იმიტომ რომ თოვლის დროს, როგორც ბევრი აღნიშნავს და როგორც მე მიმაჩნია, ყველაფერი გადასხვაფერდება და ზამთარი, ზიანი ზამთარი, მზე, როდესაც ისეთი მზე რომ არ ანათებს ეგეთი ზამთარი, მე არ მინდა ზამთარში უნდა იყოს თოვლი, ბევრი გუნდაობა და ბევრი ლამაზი გოგო შენს გვერდით. რაც შეეხება თქვენ პრუსტის კითხვაში არის კითხვა ესეთი, როგორი მინდა გარდავიცვალო. არის ძალიან ალტრუისტული თქვენი პასუხი ამ კითხვაზე. ხო, ანუ მე მიწერია რომ მინდა გარდავიცვალო ღრმად მოხუცებული, ან ისეთი სიკვდილს ვირჩევდი, რომ ჩემი სიკვდილით სხვისი სიცოცხლე ვიხსნა. ბავშვებიდან გამომყვა ეგ ალტრუისტული აზრი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ გურამ რჩეული შვილის მოქმედებიდან, როდესაც ზღვაში გადაეშვა უცნობი ადამიანის გადასარჩენად და თავისი სიცოცხლის შესწირა თავის მოქმედებას. თქვენი შემწყნარებლობა ორი ნაკლოვანების მიმართ არის უფრო მომატებული და მომეტებული. ეს არის ეჭვიანობა და აზარტულობა. აზარტულობა, იმიტომ რომ ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი არის აზარტული და უბრალოდ ვერ უბრაზდები, იმიტომ რომ რამდენჯერაც გავუბრაზდი. შედეგი ვერადროს ვერ გამოიღო, ამიტომ გავხდი შემწყნარებელი, რაც
ვფიქრობ რომ მაინც არ არის კარგი და ცუდია. და ეჭვიანობა იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ მე არ ვარ ეჭვიანი, ბუნებრივი მოვლენაა და როგორც თქვენ აღნიშნეთ გარესაუბრში მე არაბუნებრივი მოვლენა ვარ. ხო, რადგან თუ ეჭვიანობა არის ბუნებრივი მოვლენა და თქვენ არ ხართ ეჭვიანი, ესე იგი თქვენ ხართ არაბუნებრივი მოვლენა. რაც შეეხება თქვენ დევის იყავით დამოუკიდებელი. დამოუკიდებლობაც ეს ისევ და ისევ იმ ცნებათა რანგს მიეკუთვნება, რომელსაც ყოველას საკუთარი აზრი აქვს საბედნიეროდ. თქვენთვის როგორია ის? დამოუკიდებელი უნდა იყო და სულიერად თავისუფალი ადამიანი. იმას უნდა აკეთებდე, რაც მოცემულ მომენტში გინდა გააკეთო და არა ის, რაც შეიძლება ლამაზი იყოს. ყველაფერი უნდა გააკეთო, რისი სურვილიც გაგიჩნდება. ეხლა თუნდაც აქ აღვთე და პირდაპირ წავიდე, არაეთიკური საქციელი იქნება, მაგრამ თუ მომინდა გავაკეთე. მაგრამ არ მომინდება, იმიტომ რომ ჩვენთან ულამაზესი ადამიანები იმყოფებით და არცავა. მადლობა. ჩვენი გაცემა დასასრულს ახლავდებოდა, მაგრამ სანამ მსმენელს დავემშვიდობებოდით, თქვენთვის რისი მომცემი იყო ჩვენი კონკურსი და რას ელით მისგან ისედაც? კონკურსი იმისი, რომ თვით დაჯერება შემატა და მივხვდი, რომ ლექსის წერა თურმე შეიძლება შეკვეთით აზრისიც არ მჯეროდა და შემძინა მეგობრებიც, აქედან მინდა მოვიკითხოთ თქვენი ერთ-ერთი გამარჯვებული და ფინალისტი. პირველი, აპრილისთვის გამარჯვებული ლაიქებში, ასე ვთქვათ, მოწონებებში. და ასევე ესა ბრძანეთ ადამიანი, რომელიც გახდა ჩემთვის მეგობარი და ადამიანი, რომელსაც ვაფასებ, დავით კინწურაშვილი, უცებ თავიდან ამომივარდა სახელი და ბოდიში დავით. და ასევე შემატა ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანით თქვენი სახით და კიდევ ვისურვებდი ბევრჯერ რომ თქვენთან მოხვედრილი ყავის სექტემბრიდან პროზაში აცხადებთ კონკურსს და მივიღებ მონაწილეობას აუცილებლად. გეტილი ძალიან სესიამოვნებთ, თუ კი თქვენთვის ესეთი საინტერესო იყო ჩვენი კონკურსი, რომ კვლავ აპირებთ მონაწილეობას და ჩვენ მართლაც გეგმავთ სექტემბრისთვის ძალიან საინტერესო კონკურსს. დეტალებს ჯერ ვერ გაგიმხელთ, მაგრამ ეს იქნება უაღრესად საინტერესო კონკურსი და იმედია მანდაც სიტყვებს არ მოგცემთ რომ დავწეროთ რა. აქ უფრო საინტერესო და უფრო რთული ამოცანები იქნება. ძალიან კარგი. ჩვენი გაცემა დასასრულს მივახლოვდეთ. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ რადიო იმედის ლიტერატურული კონკურსის მონაწილე ბაკურ გაბუნია იყო კატოს ლიტერატურული საღამოების სტუმარი და მისი ლექსი განთავსებულია Facebook-ში გვერდზე კატოს საღამოები აპლიკაციაში ლიტერატურული კონკურსი. შეგიძლიათ მოიწონეთ როგორც ბაკურის ლექსი, ასევე დანარჩენი 5 მონაწილის ლექსები, რომლებიც აქვე არის განთავსებული. ჩვენი გადაცემა დასრულდა. დიდ მადლობა ყურადღებისთვის, ბაკურ, მადლობა სტუმრად მობრძანებისთვის. პირიქით მადლობა თქვენ. გემშვიდობებით უსმინეთ რადიო იმედს. არ გაბრძანდებოდეთ. კატოს ლიტერატურული საღამოები დაიწყო. გაიცანი რადიო იმედის ლიტერატურული კონკურსის პირველ ტურში გამარჯვებულ ავტორებს პირდაპირ ეთერში, ხოლო მის ნაშრომებს გადაცემა კატოს საღამოების Facebook-ის გვერდზე. ხმა მიეცე და დაეხმარე შენს ფავორიტს. უსმინეთ, აირჩიეთ და ისე ამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით.